800 მეორე ამოცანა. 106 სურათზე გამოსახულ წრეში ყველა წინაღობა ერთნაირია და ორი ომის ტოლია. იპოვეთ დენების და ძაბვების განაწილება. გადავხედოთ ეს სურათი. ესე ესეთნაირად არის ესე იგი შეერთებული წინაღობები. სულ არის ესე იგი 6 ცალი. მოდით ეს R1, R2, R3, R4, R5, R6. ყველა წინაღობა ერთნაირი არის. ეს R1 უდრის R2-ს, უდრის R3-ს, R4-ს, R5-ს და R6-ს და ორი ომის ტოლი არის თითოეული. აქ ბოლოებში მოდებულია ძაბვა 55 ვოლტი. ესე იგი ჩვენ უნდა ვიპოვოთ თითოეულ წინაღობაში გამავალი დენი და უნდა ვიპოვოთ თითოეულ წინაღობაზე რა ძაბვა არის. ძაბვის ვარდნა. ეხლა ეს როგორ გავაკეთოთ? ნახეთ. მოდი დავხატოთ ამ სქემის ეკვივალენტური სქემა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი თქვათ ეს პირველი კვანძი დავარქვათ ამას. ეს არის მეორე კვანძი. აი მოდით ამ კვანძების მიმართ აი ეს პირველი წინაღობა მოვატრიალოთ, აი ესეთი ზევით ავწიოთ, ესე მოვატრიალოთ აი ამ წერტილის გარშემო, ხოლო მეორე წინაღობა მოვატრიალოთ ქვევით აი ამ კვანძის მიმართ. რა შეიძლება დავხატოთ, ნახეთ. დაიხატება ახლა ეს პირველი დადგა ესეთნაირად. ეს არის R4 როგორც იყო, R6 როგორც იყო, R5 როგორც იყო, ესე იგი ეს R3-ც როგორც იყო ისევ დარჩა და R2 ესეთნაირად გადაინაცვლებს. ესე იგი ეს R1, R2 ესე არის, ეს არის R3, R4, R5, R6. ენახეთ, ახლა აქ ამ ბოლოებზე არის ესე იგი ძაბვა, რომელიც ჩვენ თქვით 55 ვოლტი არის. ახლა თუ ესეთნაირად შევხედავთ, აი შეხედეთ რა მდგომარეობა გვაქვს. შემოდის ესე იგი თქვათ აქედან დენი, გაივლის, ესე იგი ეს არის სრული დენი. გაივლის R1-ში და აქ არის განშტოება. ნაწილი წამოვა აქეთ, გაივლის ეს დენი R4-ში, R5-ში და R6-ში და ნაწილი წამოვა R3-ში. ახლა მე ეს დენები შეიკრიბება და გამოვლენ, ესე იგი ისე ვთქვათ, ჯამური დენი გავა R2-ში. ახლა აქედან გამომდინარე შეიძლება ადვილად მივხვდეთ, რომ აი ეს სამი წინაღობა ამ R3-სთან პარალელურად არის შეერთებული, ხოლო ეს ნაწილი მთლიანად პირველთან და მეორესთან არის მიმდევრობით შეერთებული. ამიტომ მოდით დავთვალოთ ესე იგი აი ამ მთელი სისტემის წინაღობა. მოდით ჯერ დავთვალოთ აი ზედა ნაწილის წინაღობა, აი R4, R5, R6. ეგენი ერთმანეთთან მიერთებული არის მიმდევრობით. მოდით ეს აღვნიშნოთ R'-ით. R' არის R4 სამის წინაღობა პლუს R5 პლუს R6 და რადგან თითოეული ორ-ორის ტოლი არის, ესე იგი ეს 6 ომი გამოგვივიდა. ეხლა ეს R', ესე იგი ეს სამი ცალი R3-სთან არის პარალელურად შეერთებული. მოდი ამათი საერთო წინაღობა ვიპოვოთ. ის აღვნიშნოთ R2'-ით. ესე იგი ეს ერთი გაყოფილი, რადგან ეს ამასთან პარალელურად არის შეერთებული,
ამის წინაღობა და ამისი იკრიბება მათი შებრუნებული სიდიდეები. ამიტომ ეს იქნება 1 შეფარდებული R3 პლუს 1 შეფარდებული R შტრიხი. ანუ თუ ამოვაბრუნებთ, ესე იგი ეს R2 შტრიხი იქნება R3 R შტრიხზე, R3 პლუს R შტრიხზე. დავთვალოთ ეგეც R2 შტრიხი, ტოლი იქნება 2 6-ზე და 2 პლუს 6. ეს გამოვა 12 მერვედი. ანუ ეს იქნება 1.5. 1.5 ომი. ესე არის ამ ნაწილის. ეხლა საერთო წინაღობა. ეს აღნიშნოთ R3 შტრიხით. ეგ იქნება პირველი აი ამ R2 შტრიხთან და R2-თან არის მიმდევრობით მიერთებული. ამიტომ იქნება R1 პლუს R2 შტრიხი პლუს R2. დავთვალოთ, ეს იქნება 2 პლუს 1.5 პლუს 2. ეს არის 4.5 ომი. ეს იგი მთელი ამ სისტემის წინაღობა ვიცით. ხოლო მთელი ძაბვა, რომელიც ამ საერთო წინაღობაზე არის მოდებული, არის 55 ვოლტი. ამიტომ სრული დენი შეიძლება ვიპოვოთ ესეთნაირად, რომ ეს იქნება სრული ძაბვა შეფარდებული ამ სრულ წინაღობაზე, რომელიც R3 შტრიხით გვაქვს აღნიშნული. ეს არის 55 ვოლტი გაყოფილი 5.5 ომზე. ეს იქნება 10 ამპერი. ხო, ეხლა შევხედოთ, ესე იგი ეს 10 ამპერი არის ის დენი, რომელიც აი ამ სისტემაში შევიდა. იგივე სრული დენი გაივლის I პირველში, ასე რომ I პირველი უდრის I სრულს. ამიტომ პირველში გასული დენი პირველ წინაღობაში უკვე ვიცით. აქედან გამომდინარე შემიძლია ვიპოვო აი ამ პირველის ძაბვა. U პირველი იქნება I პირველი გამრავლებული R-ზე. ანუ ეს არის 10 ამპერი გამრავლებული 2-ზე, გამოვა 20 ვოლტი. ანალოგიური სიტუაცია არის მეორეზეც. I მეორეც არის I სრული სტოლი. ამიტომ U მეორე არის I მეორე გამრავლებული R-ზე, ესე იგი ესეც 10 ამპერი 2-ზე, ეს იქნება 40 ვოლტი. ისა 20 ვოლტი. 20 ვოლტი. ეხლა აი ამ წერტილებს შორის ძაბვა, ეგ იქნება მთელ ძაბვას გამოკლებული პირველზე და მეორეზე ძაბვა. მოდით ეს აღვნიშნოთ U შტრიხით. U შტრიხი იქნება მთელ ძაბვას U სრულს გამოკლებული U1 გამოკლებული U2. ანუ ეს იქნება 55-ს გამოკლებული 20 გამოკლებული 20 გამოვა 15 ვოლტის სტოლი. ახლა სინამდვილეში ეს ძაბვა ასევე შეგვიძლია ცოტა სხვანაირადაც გვეპოვა. აი ნახეთ რანაირად. აი ამ საერთო წინაღობაშიც, აი ამ საერთო უბანში იგივე სრული დენი გავა. ეს იგი ეს I შტრიხი, ეს არის I სრული სტოლი. ეს I შტრიხი იქნება U შტრიხი შეფარდებული აი ამ წინაღობაზე და ეს წინაღობა საერთო ჩვენ მქონდა R2 შტრიხით აღნიშნული. ამიტომ აქედან U შტრიხი შეგვიძლია გვეპოვა როგორც I სრული გამრავლებული R2 შტრიხზე. I სრული არის 10 ამპერი, R2 შტრიხი იყო 1.5 ომი. ამიტომ აქაც გამოვა 15 ვოლტი. მოკლედ გნებავთ აი ამ გზით დათვალეთ, გნებავთ ამ გზით დათვალეთ. ეხლა ნახეთ, რადგან ჩვენ ესე იგი ეს ძაბვა ვიცით, რომელიც თქვა ამ და ამ წერტილებს შორის არის, ეხლა ეს ძაბვა იგივე არის, რაც მესამე წინაღობაზე ძაბვა. ამიტომ U მესამე ეს არის იგივე U შტრიხი. შემდეგ I მესამე შემიძლია ვიპოვო როგორც U მესამე გაყოფილი R მესამეზე. ანუ ეს არის 15 ვოლტი გაყოფილი 2 ომზე, ეს იქნება 7.5 ამპერი. ეხლა აქ გასული დენი შემიძლია მთელ დენს გამოვაკლო, ესე იგი ეს დენი და ესეთნაირად ვიპოვო, ასე რომ I მოდით ამას დავარქვათ I2 შტრიხი. ეს იქნება მთელ დენს, ესე იგი I სრულს გამოკლებული I მესამე. ესე იგი ეგ არის სრული დენი გვაქვს ჩვენ
10 ამპერს მინუს 7,5 ამპერი გამოვა 2,5 ამპერი. თუმცა ეს ანალოგიურად აი აქ გასული დენი მე შემეძლო ამათი საერთო ძაბვა, ამათ საერთო წინაღობაზე გამეყო და ამათი საერთო ძაბვა ის არის ამ დამწერტილებს შორის ძაბვა, რომელიც დავთვალე და არის 15 ვოლტი. ასე რომ ეს I2 შტრიხი იქნებოდა 15 ვოლტი გაყოფილი ამათ საერთო წინაღობაზე 6-ზე. ესეც იქნება მართლაც 2,5 ამპერი. ესეთნაირადაც შემეძლო გამეგო. ეხლა აქ გასული დენი თუ ვიპოვე, ეს იგივე რაც მე-4-ში, მე-5-ში და მე-6-ში გასული დენი. ასე რომ I4 უდრის I5-ს და უდრის I6-ს და უდრის აი ამ I2 შტრიხს, ანუ უდრის 2,5 ამპერს. ამის შემდეგ თითოეულზე ძაბვა შემიძლია ვიპოვო ესეთნაირად, რომ U4 იქნება I4 R4-ზე, ну ეს იგივე რაც U5, იგივე რაც U6 და რო დავთვალო, გამომივა 2,5 გამრავლებული ესე იგი 2-ზე და ეს გამოვა 5 ვოლტი. ну 5, ესე იგი 15. ну მართლაც ეგრე იყო, ჯამური ძაბვაც 15 სტოლი იყო. ასე რომ ჩვენ დავთვალეთ ყველა წინაღობაში გასული დენი და წინაღობის ბოლოებზე ძაბვა. ის იყო 800 მერვე ამოცანა. ეხლა 800 მესამე ამოცანა. გვაქვს 6 ვოლტი ძაბვის დენის წყარო, 30 ომი წინაღობის რეოსტატი და 2 ნატურა წარწერებით 3,5 ვოლტი 0,35 ამპერი 2,5 ვოლტი 0,5 ამპერი. როგორ ავაწყოთ წრედი, რომ ნატურებმა ნორმალურ რეჟიმში იმუშაო. აი ჩავწეროთ, ეს იგი U არის 6 ვოლტი და რეოსტატის წინაღობა R, ეს არის მაქსიმალური წინაღობა მისი, არის ესე იგი 30 ომის ტოლი. და გვაქვს 2 ნატურა. ერთ ნატურაზე აწერია U პირველი არის 3,5 ვოლტი და I პირველი არის 0,35 ამპერი, მეორეზე აწერია U2 არის 2,5 ვოლტი და დენის ზალა I2 არის 0,5 ამპერი. ესე იგი როგორ უნდა ავაწყოთ ესე იგი სქემა, რომ ნორმალურად იმუშაოს სისტემა. მოდი დავხატოთ ესე იგი ეს ნატურები. პირველი ნატურას აქვს ესე იგი U პირველი არის 3,5 ვოლტი და I1 არის 0,35 ამპერი. და მეორე ნატურა გვაქვს U2 არის 2,5 ვოლტი და ისა რა ქვია დენი I2 არის 0,5 ამპერი. ეხლა დავუკვირდეთ ერთ რამეს, რომ ჯამური ძაბვა არის ესე იგი 6 ვოლტი. ეხლა ესენი თუ პარალელურად ერთმანეთთან შევაერთე, ну ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ თითოეულზე ერთნაირი ძაბვა იქნება. აი თქვა ესეთი ვარიანტი თუ გავაკეთე, ხო? ორივეზე ერთნაირი ძაბვა იქნება. ამიტომ ეს დაუშვებელია, იმიტომ რომ პირველზე უნდა იყოს 3,5, მეორეზე 2,5 ვოლტი. ესე და აქ თქვა რეოსტატი ჩავთე. აი აქ ესეთნაირად, ხო? ეს ძაბვა არის ესე იგი თქვა 6 ვოლტი. ну ეს შეუძლებელია, როგორც გითხარით, იმ მიზეზის გამო, რომ ამათზე ერთნაირი ძაბვა აღმოჩნდება, ამიტომ ესე იგი ეს ვარიანტი არ ვარგა. ეხლა მოდით მეორე ვარიანტი განვიხილოთ. ესე იგი თქვა 2,5 ვოლტიან ნატურასთან, უпроსტოდ 3,5 ვოლტიან ნატურასთან, აი 3,5 ვოლტი. ამასთან ჩავრთე რეოსტატი, რაღაცა წინაღობაზე დავაყენე ესე იგი ეგა და მე მივუერთე მეორე ნატურა. აი ესეთი ვარიანტი თუ არის შესაძლებელი. აი შევხედეთ, აქ არის ძაბვა 6 ვოლტი. ამაში გადის დენი 0,5 ამპერი. ამაში გადის, ესე იგი 0,35 ამპერი. ეხლა ცხადია, რომ 0,5 0,35-ზე მეტი არის და ამიტომ
თუ ამაში გაივლის 0.15 ამპერი, მაშინ ეს ვარიანტი დასაშვები იქნება. ესე იგი ამისათვის ისეთი წინაღობა უნდა შევარჩიოთ, რომ ეს ვარიანტი დასაშვები იქნება. აი პირიქით რომ გადავსვათ ეს ნატურები, უკვე შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ამ ნატურაში თუ ეს მარჯვნივ იქნება, ყველა ვარიანტში მეტი დენი გაივლის, ვიდრე იმ ნატურაში, რომელიც რეოსტატთან იქნება, იმიტომ რომ ეს დენი გაიყოფა ნატურასა და რეოსტატს შორის. ამიტომ სწორი სქემა უკვე, მივხვდით, რომ ეს არის სწორი სქემა. ამისათვის უბრალოდ უნდა შევარჩიოთ ამისი წინაღობა RX-ი, რომ ეს მართლაც ესეთი სიტუაცია აღმოჩნდეს აქ. ეხლა მოდი ვნახოთ, ესე იგი, თუ ამისი ძაბვა არის, ესე იგი, ამ ნატურისა 2.5 ვოლტი და დენი არის 0.5 ამპერი. ახლა ამის წინაღობას დავუთვლით, ესე იგი, მაგრამ ეს იმდენად არ გვჭირდება, ესე იგი, მთელი დენი არის 0.5 ამპერი. ეხლა ამაში გასული დენი არის 0.35, ამიტომ 0.15 ძაბვა იქნება ამ რეოსტატზე. 0.15 დენი, მაპატიეთ, 0.15 ამპერი იქნება ამ რეოსტატზე. და ძაბვა მისი იქნება იგივე 3.5 ვოლტი. ამიტომ U რეოსტატზე იქნება I რეოსტატისა გამრავლებული R რეოსტატის. U რეოსტატზე არის 3.5 ვოლტი, რატო? იმიტომ რომ ეს რეოსტატი ამ ნატურასთან პარალელურად არის მიერთებული და მათი ძაბვები ერთმანეთის ტოლია. რეოსტატში გასული დენი არის აი ამ მთელ დენს, რომელიც აი განშტოების გარეშე არის, გამოკლებული ის დენი, რომელიც ამაში გავიდა. ამიტომ ეს იქნება 0.15 ამპერი გამრავლებული RX-ზე. ასე რომ აქედან შემიძლია RX-ი ვიპოვო. ეს იქნება 3.5 შეფარდებული 0.15-თან. ეს 1, ეს 1, ესე იგი 35.1/5-ზე რო გავყოთ, რამდენი იქნება, ესე იგი, ეს იგივე რაც 350-15-ზე, 35 ეს 2 არის და 50-15-ზე, ესე იგი 2 დაახლოებით 23. დაახლოებით 23 ომი იქნება, 3 პერიოდში იქნება. აი ესეთი პასუხი მივიღეთ. ასე რომ აი ესეთი სქემით მივახცეთ იმას, რომ ეს ნატურა ნორმალურად იმუშავებს და ეს ნატურაც ნორმალურად იმუშავებს და აქ რეოსტატისგან უნდა 23 ომზე დავაყენოთ რეოსტატი. ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ მისი მაქსიმალური წინაღობა არის 30 ომი. ეხლა 804 ამოცანა. 600 ომი წინაღობის რეოსტატის B მომჭერებზე და მოსრიალე C კონტაქტზე ჩართულია ვოლტმეტრი. სურათი 107. ჯერ წავიკითხოთ. როდესაც რეოსტატის მარცხენა ნაწილის წინაღობა ორჯერ მეტია მარჯვენა ნაწილის წინაღობაზე, ვოლტმეტრი აჩვენებს 8 ვოლტს. კონტაქტის რეოსტატის ბოლოსკენ სურათის მიხედვით გადაადგილების შემდეგ ვოლტმეტრის ჩვენება არის 28 ვოლტი. იპოვეთ ვოლტმეტრის წინაღობა, ძაბვა რეოსტატის მომჭერებზე მუდმივია. მოდით აი დავხატოთ ესე იგი სურათი. აგერ არის ესე იგი რეოსტატი. აი აქ არის ესე იგი შეერთებული ამასთან ესე იგი აი ვოლტმეტრი არის მიერთებული. ეს არის ვოლტმეტრი მიერთებული. ხო, ეხლა აი შეხედეთ ამ ნაწილის წინაღობა, აი თქვათ მარცხენა ნაწილი გვაქვს და მარჯვენა ნაწილი გვაქვს. საერთო წინაღობა რეოსტატის არის ესე იგი 600 ომი. როდესაც რეოსტატის მარცხენა ნაწილის წინაღობა ორჯერ მეტია, მოდით ამას აღვნიშნავ R1-ით, ამას აღვნიშნავ R2-ით. ესე იგი, თუ R1 უდრის ორჯერ R2-ს, მაშინ ვოლტმეტრის ჩვენება არისო 8 ვოლტი.
აი ამ მდგომარეობაში, როდესაც R1 ორჯერ მეტი არის R2-ზე. ხოლო თუ ამ მცოცავს ბოლოში გადავადგილებთ, ესე იგი, ეხლა მეორე სქემას დავხატავ. აი ესეთნაირად გადავადგილებ, ხო? აქ ვოლტმეტრი არის. მაშინ ჩვენება არისო, ეს U პირველი არის, ესე იგი ეს U მეორე არის 28 ვოლტი. აი ამ მონაცემებით უნდა დავადგინოთ რეოსტატის წინაღობა. ესე იგი რეოსტატსაც რაღაცა წინაღობა ქონია. R რეოსტატის. ვოლტმეტრის ბოდიში, ვოლტმეტრსაც რაღაცა წინაღობა აქვს. R ვოლტმეტრის. ხო, ძაბვა აი ამ ბოლოებს შორის ყველა ვარიანტში არის, ესე იგი 28 ვოლტი, იმიტომ რომ უცვლელი არის ეს ძაბვა. ეხლა ამას თუ მცოცავს თუ ბოლოში გადავადგილებ, ესე იგი მაშინ ვოლტმეტრი მიჩვენებს ამა და ამ წერტილებს შორის, ესე იგი ბოლო წერტილებს შორის ძაბვას მიჩვენებს. ამიტომ აქედან ვადგენთ, რომ ეს 28 ვოლტის ტოლი არის. ხო და აი ამ მდგომარეობაში კი მიჩვენებს, ესე იგი 8 ვოლტს. მოდით ვნახოთ, ესე იგი ახლა გავთვალოთ რა მდგომარეობა გვაქვს აქ. ესე იგი, დავწეროთ პირველ რიგში, რომ R1 პლუს R2 ეს უნდა იყოს 600 ომის ტოლი. თანაც R1 ორჯერ მეტია, ესე იგი 2R2 პლუს R2 არის 600 ომის ტოლი, ანუ 3R2 არის 600, ანუ R2 არის 200. ნუ თუ R2 200 არის, R1 არის 400. მაშინ ამ შემთხვევაში ეს არის 400 ომი, ეს არის 200, ეს კი რაღაცა უცნობი არის. მოდი ჩავწეროთ, ესე იგი, აი ამ სიტუაციისთვის, ესე იგი, ომის კანონი. და აქედან დავთვალოთ, ესე იგი, ამის ეს გამოვიყენოთ, რომ ეს 8 ვოლტს გვიჩვენებს. ხო, ეხლა ჩავწეროთ, ესე იგი, ამ სისტემის საერთო წინაღობა. საერთო წინაღობა როგორ უნდა დავთვალოთ? ესე იგი, R1 ამ ორთან არის მიმდევრობით მიერთებული, მაგრამ ეს ორი ერთმანეთის მიმართ პარალელურად არის მიერთებული. ამიტომ ჩავწეროთ აი ამ ნაწილის წინაღობა. ესე იგი, ამ ნაწილის წინაღობა იქნება ეს აღნიშნოთ R'-ით, 1R' არის 1R2 პლუს 1R ვოლტმეტრის. ანუ R' არის R2R ვოლტმეტრზე, R2 პლუს R ვოლტმეტრისა. ნუ ახლა აქ რიცხვები შეიძლება მე შევიტანო და R'-ისთვის მექნება 200 R ვოლტმეტრისა 200 პლუს R ვოლტმეტრის. და საერთო წინაღობა ამ შემთხვევაში R სრული იქნება R1-ს დამატებული R'. ანუ R სრული არის, ესე იგი, 200, ესა 400 ბოდიში, იმიტომ რომ R1 400-ია, 400 პლუს 200 R ვოლტმეტრისა, 200 პლუს R ვოლტმეტრისა. კარგით. ეხლა ვოლტმეტრი ხო გვიჩვენებს ამ შემთხვევაში 8 ვოლტს, არა? ეხლა ეს 8 ვოლტი რა არის? ანუ ეს უპირველი. უპირველი ეს იქნება ის საერთო დენი, რომელიც გადის, ესე იგი, აი ამ სისტემაში, ხო? გამრავლებული აი ამ სისტემის წინაღობაზე. ანდა შეიძლება დავწეროთ, რომ საერთო დენი რაც გადის ამ სისტემაში, ამას გამოკლებული აი ამისი ძაბვა, რაც ამაზე არის. ნუ ორივენაერად სწორი არის, ესე იგი, ჩანაწერი. ხო, ესე იგი, უპირველი იქნება საერთო დენი I სრული გამრავლებული R'-ზე. ეხლა I სრული იქნება აი ეს 28 ვოლტი საერთო ძაბვა რაც არის. U2 გაყოფილი R სრულზე. R სრულზე. აი მოდით მე ამას გადავწევ იქეთ ხარეს და გავაგრძელებ აი ამ ჩანაწერებს აქეთ. ესე იგი ორო გამოგიჩნდეთ თქვენ, აი ესეთნაირად დავიჭერ ამას, ესე იგი. ესე იგი I სრული ეს არის ხო 28
შეფარდებული R სრულზე, რომელიც არის 400 პლუს 200 RV 200 პლუს RV. და აქედან შემიძლია მე ესე იგი აი ეს რო ისრული რო გავამრავლო მე R შტრიხზე მივიღებ აი ისრული რო გავამრავლო აი ამაზე R შტრიხზე მივიღებ იმ 8 ვოლტს. ესე იგი U1 არის I სრული გამრავლებული R შტრიხზე. Ну შევიტანოთ ესე იგი 8 უდრის I სრული რაც აქ ქონდა 28 400 პლუს 200 RV 200 პლუს RV ესე იგი ეს გამრავლებული R შტრიხზე და R შტრიხი იყო აი ესა 200 RV 200 პლუს RV. Ну, ეს ცოტა ისე დიდი გამოსახულება აქვს ამას, მაგრამ ნუ ახლა ისეთი არაფერი საში არ არის ახლა მაშინ. ხო, ну დავტოვოთ ესეთნაირად. ახლა აი ამ განტოლებაში, რაც ახლა აქ გვიწერია, ხო? აქ ფაქტურად ერთი უცნობი გვაქვს. ამ განტოლებაში გვაქვს ერთი უცნობი. და ეს RV არის და ეს RV აქედან იდეაში შეიძლება ვიპოვოთ. ხო, ну გავაგრძელოთ და მოკლედ მოდით ორივე მხარე მარცხენა და მარჯვენა აი ამაზე გავამრავლოთ. ეს იგი 8 ჯერ 400 პლუს 200 გამრავლებული RV-ზე 200 პლუს RV ტოლია 28 გამრავლებული 200 RV 200 პლუს RV. ეს საერთო მნიშვნელზე მივიყვანოთ 8 ჯერ 400 გამრავლებული 200 პლუს RV პლუს 200 გამრავლებული RV-ზე შეფარდებული 200 პლუს RV უდრის ეს დაიხურა ფჩხილი 28 გამრავლებული 200 გამრავლებული RV-ზე 200 პლუს RV. ესენი გაიკვეცება და ნუ ახლა უკვე მივიღეთ განტოლება RV-სათვის. ნუ ვნახოთ აბა რა გამოდის 8 400 200-ზე, ესე იგი ეს 8 1 2 3 4 პლუს 400 RV პლუს 200 RV ეს არის ну 28 200-ზე 56.00 RV და ესე იგი ну ეს არის ესე იგი 600 RV 8 ჯერ 8 64 1 2 3 4 პლუს 6 ჯერ 48 00 RV უდრის 45600 RV-სი. ეს აქეთ გადმოვიტანოთ 64 1 2 3 უდრის ესე იგი 4800 გამოვაკლებ ამას, ესე იგი ეს გამოვა 800 RV, ასე რომ RV ტოლია 64000 გაყოფილი 800-ზე ეს 2-0 ესე იგი რა გამოვიდა 80 ომის ტოლი გამომივიდა. თუ რაღაცა რიცხვში შეცდომა არ დაუშვი, მოკლედ ესეთი პასუხი უნდა იყოს. ხო, ეგ იყო 800 მე-4 ამოცანა.